გამარჯობათ, ჩემი სახელია გვანცა. მე ვარ პროფესიით უცხოენების სპეციალისტი, მაგრამ დაინტერესებული ენის პათოლოგიით და გადავწყვიტე შევადგინო სავარჯიშოები ქართველი აფაზის პაციენტებისთვის, რომ მე მათ დავეხმარო დაკარგული ენის აღდგენაში და გაუმჯობესებაში. რა თქმა უნდა, უცხო ენის შესწავლა განსხვავებულია მშობლიური ენის შესწავლისგან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი სავარჯიშოები და ბევრი მიდგომა, რაც უცხო ენის სწავლაში გვეხმარება, შეიძლება ასევე გამოვიყენოთ აფაზის პაციენტებისთვის. მე ეს იდეა მომცა ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ სიეტლში არსებული ერთ-ერთი რეაბილიტაციის ცენტრის მთავარმა ლოგოპედმა ბრი ფარლიმ, რომელსაც შედგენილი აქვს მსგავსი ვიდეოები ინგლისურად. მე მას დაუკავშირდი და მისი დახმარებით შევადგინე ვიდეოები ქართველი პაციენტებისთვის. იმედია, რომ ეს ვიდეოები რაღაცაში დაგეხმარებათ და თქვენ ესე ნელ-ნელა ყოველდღიური ვარჯიშით მალე დაიბრუნებთ ამ კომუნიკაციის უნარს. დღევანდელი გაკვეთილის თემა არის სახლი და ავეჯი. პირველ რიგში გავიმეოროთ, დავასახელოთ ოთახები. ნახეთ რა საყვარელი პატარა კოტეჯია, ძალიან პატარა ცუცქნა, მაგრამ ყუდრო და სუფთა. ბევრი დალაგება რო არ ჭირდება. აბა დავასახელოთ ოთახები. ამ ოთახს რა ქვია? საძინებელი. 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 გრძელი სიტყვაა. ძნელად წარმოსათქმელი სიტყვაა. ამ კოტეჯში არის ორი პატარა საძინებელი, ლოგინის მეტი არაფერი რო არ ეტევა, მაგრამ საძინებელია. და ესეც არის საძინებელი. აბა გაიმეორეთ. საძინებელი. ასევე აქვს აბაზანა, ტუალეტი, აბაზანა, აბაზანა. გაიმეორეთ? აბაზანა. აბა თქვენ თვითონ? ძალიან კარგი. ასევე ამ კოტეჯში, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი პატარა კოტეჯია, ასევე არის სამზარეულო და სასადილო. სამზარეულო. სამზარეულო. და თქვით სასადილო. სასადილო. სასადილო ოთახი. და გვერდით არის ზალას ვეძახით ესეთ ოთახს, ზალა, სადაც ძირითადად ტელევიზორს უყურებენ, ტახტია, მაგიდა და უფრო ბევრ დროს ატარებს ზალაში ოჯახი. ესეც მსგავსი ბინა, აქაც არის რამდენი საძინებელია ამ ბინაში. დავითვალოთ. 1 საძინებელი და 2 საძინებელი. საძინებელი. ამ ბინას უფრო დიდი საძინებლები აქვს, ვიდრე კოტეჯს. ასევე ეს ბინა უკეთესია შედარებით კოტეჯისაგან, იმიტომ რომ ამ ბინას აქვს 2 აბაზანა. 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 2 აბაზანა. და ამ ბინას აქვს ასევე სამზარეულო, სასადილო და ზალა გაერთიანებული. ერთი დიდი ოთახია
და არ არის დაყოფილი, როგორც იმ კოდეჩში იყო. ესე იგი, სამზარეულო, სამზარეულო, სასადილო, სასადილო და ზალა, ზალა. მე შევედი ინტერნეტში და მოვძებნე ბინები, რომ იყიდება და იქ ქირავდება ის საიტი და ვიპოვე ორი ბინა, რომელიც ზუსტ ძალიან გვანან ერთმანეთს და ფასში არის ოდნავ არიან განსხვავებული. ესე იგი, ეს ბინა ქირავდება ოროთახიანი საბურთალოზე და დღიურად გადასახადია 130 ლარი. ალბათ ეს უფრო ტურისტებისთვის არის განკუთვნილი. აბა შევხედოთ ამ ბინას. ესე იგი, ამ ბინაში გვაქვს სამზარეულო და სასადილო. გაერთიანებული სამზარეულო, სასადილო და აქვე არის გაერთიანებული ზალა. ესე იგი, ეს დიდი ოთახია, ერთი დიდი ოთახი და ამ ოთახში შედის ზალა, ზალა, სასადილო ადგილი, სასადილო და სამზარეულო. ამ ბინას აქვს ასევე ერთი საძინებელი, საძინებელი. გაიმეორეთ? საძინებელი. საკმაოდ გრძელი სიტყვა, ხუთმარცვლიანი. და აქვს თანამედროვე სუფთა ახალი აბაზანა. გაიმეორეთ? ასევე გრძელი სიტყვა, ოთხმარცვლიანი. აბაზანა. და ვანა და ტუალეტი. და მეორე ბინა, ფაქტიურად იგივე ბინაა, ესეც ასევე საბურთალოზე, ერთი პროექტით აშენებული ბინაა მგონი, ესეც ასევე საბურთალოზე, ესეც ასევე ოროთახიანი და დღიურად აქ ითხოვენ 135 ლარს. იგი განსხვავება არის 5 ლარში. ამ ბინაშიც ასევე გვაქვს სამზარეულო, გაიმეორეთ? სამზარეულო და სასადილო. სასადილო და ზალა ყველა გაერთიანებული. ეს კი ერთ დიდ ოთახში შედის ზალა, სასადილო და სამზარეულო. ამ ბინას ასევე ეკუთვნის ერთი საძინებელი, საძინებელი. კიდევ ერთხელ თქვით, საძინებელი. და ასევე საკმაოდ კარგი ახალი, ახალგარემონტებული აბაზანა. აბაზანა. ტუალეტი და ვანა. ესე იგი, როგორც გითხარით, ზუსტად იგივე გეგმით აშენებული ბინაა, განსხვავდებიან მხოლოდ ავეჯით და რემონტით. ორივე ბინაში სამზარეულო და სასადილო არის გაერთიანებული. ესე იგი, ეს არის სამზარეულო. კარგი იქნებოდა თუ დაიწერდით რველში ან ფურცელზე ამ სიტყვას. სამზარეულო. ეხლა ესე იგი დავმარცლავთ და ასო-ასო ჩამოვწერთ ამ სიტყვას. სამზარეულო.
იწერება პირველი ასოა s ჩაიწერეთ ან ფურცელზე, ან თუ ფურცელი და ბასტა არა გაქვთ თან ამ მომენტში, შეგიძლიათ თითით ჰაერში დაწეროთ ასევე კარგი იქნებოდა თუ თითით შეიძლება ან ხელის გულზე, ან ბარძაღზე, ან სადმე შემოხაზოთ ეს ასოები. A M Z A R E U L O სამზარეულო. ესე იგი, განსხვავება, როგორც აღვნიშნეთ, ამ ორ ოთახში არის მარტო ავეჯში. და ძალიან დიდად განსხვავებული ავეჯიც არ არის. ორივეს აქვს საკმაოდ ახალი ლამაზი თანამედროვე ავეჯი. ეს კი ორივე სამზარეულოში დგას მაგიდა, ორივე სამზარეულოში არის 4 სკამი, დავითვალოთ 1 სკამი, 2 სკამი, 3 სკამი, 4 სკამი. აქაც არის 4 სკამი. ორივე სამზარეულოში დგას მაცივარი. აქ არის თეთრი მაცივარი, და აქ არის შავი მაცივარი, მგონი თეთრი მაცივარი უფრო დიდი უნდა იყოს ამ სურათში, უფრო დიდად ჩანს. მაცივარი. ორივე სამზარეულოში, რა თქმა უნდა, არის გაზქურა. ეს აქ არის, აქ მგონი არ ჩანს კარგად, აქ არის გაზქურა და ორივე მგონი არის ელექტროგაზქურა. ორივე სამზარეულოს აქვს ბევრი თაროები და კარადა. თაროები, კარადები, კარადა და თაროები. და ორივე ბინაში, როგორც მანამდე აღვნიშნეთ, ესე იგი ზალა და სასადილო და სამზარეულო ერთი დიდი ოთახია. ეს არის ზალა. თუ თან გაქვთ ბროული ან ფურცელი, ჩაწერეთ აბა ეს სიტყვა ზალა. L და A. ზალა. ძალიან მსგავსი ბინებია ორივე, და ფერებიც კი საკმაოდ მსგავსია. ორივე ბინაში დგას მაგიდა. ორივე ბინას მოყვება 4 სკამი. 1 სკამი, 2 სკამი, ვთქვით 3 სკამი, 4 სკამი. ტახტი დგას ორივე ბინაში, საკმაოდ დიდი ტახტი. ტახტი. ორივე ბინას მოყვება
ტელევიზორი, ტელევიზორი. მგონი ორივე ერთი ზომის ტელევიზორია. ტელევიზორი. განათება შუქი, შუქი. განათებაც მსგავსია, თუმცა მარჯვენა სურათში მგონი უფრო ნათელი იქნება ეს მინერახან უფრო მეტი შუქებია. შუქი, შუქი. აქ გვაქვს ერთი ნათურა და მეორე ნათურა, ნათურა ეს დგას იატაკზე. ერთი ნათურა ჭեղზე კიდია, ნათურა და მეორე ნათურა დგას, ნათურა, ნათურა. და გვაქვს თარო, აქაც არის თაროები, თქვით თარო, თარო. თაროები, თარო 1, თარო 2, თარო 3, თარო 4. ეს უფრო დეკორატიული თაროებია. და ამ მარჯვენა სურათში თაროები ამ ბინას არ მოყვება, ანუ ზალაში თაროები არ არის. საძინებელიც არის ზუსტად ერთი ზომის, ორივე საძინებელში არის ჯერ დავწეროთ და მავიწყეთ, ჯერ აბა დავწეროთ ეს სიტყვა საძინებელი, საძინებელი ს თუ რვეული არა გაქვთ ან პასტა ჰაერით ესე გამოწერეთ ს ა ც ი ն ე ბ ე ლ და ი. საძინებელი. ორივე საძინებელში დგას ლოგინი, ლოგინი. საკმაოდ დიდი ლოგინი, 2 ადამიანი რო დაეტევა, ლოგინი. აქ დგას კარადა, კარადა. ამ სურათში კარგად ვერ ხედავ, მაგრამ მგონი ეს აქ კარადა, კარადა. კომოდი, აქ გვაქვს ეს კომოდი, კომოდი უჯრებით, კომოდი. სარკე, სარკე. აქ კარადას მოყვება დიდი სარკე, სარკე. ეს მომწონს მე რომ ამ კარადას მოყვება სარკე, სარკე. და გვაქვს ნათურა, არის აქ ნათურა, პატარა ნათურა, ნათურა, კითხვის ნათურა, ან ღამის ნათურა და არის ისევ ჭაღი, ან ნათურა, ან ჭაღი, ჭაღი კიდია ჭერზე. აბაზანებიც მსგავსია, ფერებით არის განსხვავება, მაგრამ ორივე ძალიან სუფთა და ახალ გარემონტებული აბაზანაა. დაწერეთ აბაზანა ა, ბ, ჩაწერეთ ეს სიტყვა, ბ, ა, ზ, ა, ნ, ა, აბაზანა. თუ თქვენ რვეული გაქვთ და რველში იწერთ ამ ყველა სიტყვას, რასაც ამ ვიდეოებში ვიმეორებთ, კარგი იქნებოდა თუ პერიოდულად ყოველ დღე გადახედავდით ამ თქვენ
სიტყვებს, ივარჯიშოთ. ასევე როგორც უცხო ენებს რო სწავლობს ადამიანი, სისტემატურად უნდა გაიმეოროს ძველად ნასწავლი სიტყვები, ასევე თქვენც დაგეხმარებათ თუ გაიმეორებთ სიტყვებს. მე ასევე ვიცი, რომ ყველა აფაზია განსხვავდება. არის ბევრი პაციენტი, რომ კითხვის და წერა-კითხვის უნარი აქვს დაკარგული, ასე რომ შეიძლება ეს ვარჯიშები თქვენ არ გამოგადგეთ. მაგრამ თუ კითხვის უნარი არ გაქვთ დაკარგული, აუცილებლად წაიკითხეთ ხოლმე ეს სიტყვები ყოველ დღე. აბაზანა. ესე იგი, ორივე აბაზანაში არის რაკოვინა, ანუ ნიჟარა, კარგი სუფთა, ახალი საკმაოდ დიდი ნიჟარა, ორივე აბაზანაში არის ნიჟარა, ონკანი, 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 ორივე აბაზანაშია, რა თქმა უნდა, სარკე, 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 ტუალეტი, ტუალეტი, ესეთი თანამედროვე ტუალეტი და არის ორივე აბაზანაში ვანა და თარო. აქ თაროები, კარგია თარო აბაზანაში, თარო, რომ იქ დაალაგო საპონი, შამპუნი, კბილის ჯაგრისი და ასე შემდეგ. აბაზანა. როგორც შევხედეთ, არის ფაქტიურად ერთ და იგივე ბინა, ფაქტიურად ერთი და იგივე ავეჯი, ფერებიც კი საკმაოდ მსგავსია. ეს კი დიდი განსხვავება ამ ორ ბინაში არ არის. ერთი არის 130 ლარად დღეში, მეორე 135 ლარად დღეში. ორივე არის საბურთალოზე, ორივეს აქვს ერთი საძინებელი, ორივეს აქვს ერთი აბაზანა, ორივეს აქვს ერთი აივანი, აბა ეს სიტყვა გაიმეორეთ, ეს სიტყვა არ გვისწავლია ჯერ, აივანი, აივანი. და რომელს აირჩევდით? ამ ბინას თუ აქ ქვემოთ ამ მეორე ბინას 135 ლარად. მე მგონი, რომ დიდი განსხვავება არ არის ამ ბინებში, ასე რომ მე ავირჩევდი უფრო იაფიანს, რომ 5 ლარის ეკონომია გავაკეთო. აბა ეხლა გავაგრძელოთ ჩვენ მეცადინეობა და გავიმეოროთ ავეჯი, თითო-თითოდ გავიმეოროთ. მე ვიცი, რომ ჩვენ უკვე დავასახელეთ სკამი, მაგი და თარო და სხვადასხვა ავეჯი, როცა ორ ბინას უყურებდით, მაგრამ ცალ-ცალკე გავიმეოროთ ეს სიტყვები. როგორც ყოველთვის, კარგი იქნებოდა თუ ჩაიწერდით ამ სიტყვებს თქვენ რველში, თუ გეხერხებათ წერა, თუ გაქვთ წერის საშუალება. ესე იგი, ეს არის სკამი. ს, კ, ა, մ, ი, სკამი, სკამი. ამ 5 სკამიდან ისე ბარეღამ დათვლაც გავიმეოროთ თუ გინდათ. არ მინდა რომ გაგაწვალოთ, მაგრამ კარგია ყველაფრის გამეორება ერთდროულად. უბრალოდ დავითვალოთ, აი რამდენი სკამია აი საერთოდ ამ სურათში. 1, 2, 3, 4, 5, ჩამოვიდით ქვემოთ, 6,
7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16 და 17. ესე იგი დავთვალეთ 17 სკამი. ამ სკამებიდან თქვენ რომელ სკამს ამოირჩევდით? ეხლა თქვენ თუ სკამის საყიდლად მიდიოდეთ, რომელ სკამს იყიდიდით ამ 5 სკამიდან? ძნელია ასარჩევია რა. მე გამიჭირდებოდა, ალბათ გააჩნია სხვა ავეჯს, გააჩნია როგორ მაგიდას ვყიდულობთ, გააჩნია როგორი სხვა ავეჯი გვიდგას ოჯახში, თანამედროვე, შედარებით უფრო ტრადიციული. ძნელი ასარჩევია. მე ალბათ ავირჩევდი ამ შავ სკამს, იმიტომ რომ ეს შავი სკამი რაღაც ისეთია, ნეუტრალური, რომ თან თანამედროვეც არის და თან ტრადიციულიც, ასე რომ მგონი ყველანაირ ავეჯს მოუხდება. თქვენ რომელ სკამს ამოირჩევდით? სკამი. ეხლა გადავიდეთ მაგიდაზე. ესე იგი, აქ გვაქვს 4 სხვადასხვა სახის მაგიდა. პირველ რიგში დავწეროთ, როგორ იწერება მაგიდა. ესე იგი, ჰაერიში გამოწერეთ, თუ არა გაქვთ პასტა და ფურცელი. გ, ი, д, ა. მაგიდა. ამ 4 მაგიდიდან, ამ თავის მაგიდა და სკამებიანად, რომელს აირჩევდით? 4-ვე საკმაოდ თანამედროვე სახის მაგიდა და სკამებია. 4-ვე დიდი მაგიდაა, 6 სკამიანი, უფრო ალბათ 8 სკამიანი, იმიტომ რომ შეგვიძლია სკამები აქეთაც მოუდოთ. ამ მაგიდიდან და ამ სკამებიდან რომელ მაგიდა და სკამს აირჩევდით თქვენ სახლში რომ დადგათ? ძნელი ასარჩევია რა. ფულზე რო არ იყოს ლაპარაკი, ეს ყველა მაგიდა და სკამები რო ერთი ფასის იყოს, რომელ მაგიდას და რომელ სკამებს აირჩევდით? ძნელი ასარჩევია. მე ალბათ თეთრს, მე მიყვარს ესეთი სუფთა თეთრი, განსაკუთრებით სამზარეულოში. ალბათ ზალაში და სასადილოში უფრო მე ალბათ ამას ავირჩევდი, უფრო თანამედროვე. ძნელი ასარჩევია, ძნელი ძალიან. მაგიდა. გადავიდეთ შემდეგ ავეჯზე, აქ ჩვენ გვაქვს ტახტი. აბა დავწეროთ ტახტი, ტ, ა, ხ, ტ, ი. ტახტი. ეს 4 ტახტი საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან. ალბათ გააჩნია ასევე თუ დიდი ზალა გაქვთ, თუ დაეტევა ეს მაგალითად ეს ლურჯის ტახტი საკმაოდ დიდი ტახტია და შეიძლება ყველა ბინაში არ დაეტიოს ტახტი.
ლურჯი, ტახტი. ახლა გადავიდეთ თაროებზე. პირველ რიგში დავწეროთ სიტყვა თარო, სანამ არ დაგვავიწყდება. თარო. T A R O. თარო. თარო. ესე იგი, აქ გვაქვს 4 ძალიან განსხვავებული თაროები. თაროები, ეს არის მწვანე თარო, თეთრი თარო, ნაცრისფერი თარო და შავი თაროები. თეთრ თაროს და ნაცრისფერ თაროს ასევე მოყვება უჯრები. თაროები. რამდენი თაროები აქვს? 1, 2, 3, 4 თარო და 2 უჯრა. აქ გვაქვს 1, 2, 3 თარო და აქ ალბათ 2 უჯრა. აქ გვაქვს სხვადასხვა ფორმის და ზომის თაროებია 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. აქ არის 9 ღია თარო. და აქ კი ქვემოთ ეს შავი თაროები, ეს არის ნამდვილი წიგნების თარო, სადაც ყველაზე მეტი წიგნები დაეტევა ალბათ. ეს მწვანე თარო უფრო დეკორაციული თაროა, მაგრამ ეს შავი წიგნების თარო, თუ ბევრი წიგნები გაქვთ და ამ წიგნების სადმე დალაგება გინდათ. თქვენ რომელ თაროს აირჩევდით? რომელ თაროს აირჩევდით? თაროები. მეც არ ვიცი, რომელ თაროს ავირჩევდი. ჩვენ იმდენი წიგნი გვაქვს სახლში, არ ვიცით სად დავაწყოთ, ასე რომ ალბათ ეს შავი თაროები ნამდვილად გამოგვადგება. მაგრამ სილამაზის მიხედვით ძალიან მომწონს ეს მწვანე ფერი, მწვანე თარო. თარო. აქ გვაქვს კარადა, განსაკუთრებით საძინებელ ოთახში მყენებლად. კარადა. აბა ჩამოწერეთ ეს ასოები. კარადა. Կ A R A D A. კარადა. კარადა. შავი კარადა, ნაცრისფერი კარადა, ყავისფერი კარადა. რომელი კარადა უფრო მოგწონთ? როგორც სხვა ავეჯზე, აქაც გააჩნია როგორი სხვა ავეჯი გვიდგას, როგორი ლოგინი, ფერი თუ შეესაბამება, კარადა. მე ყავისფერი კარადა მომწონს, რახან უფრო დიდია და ბევრი რამე დაეტევა. ნაცრისფერი კარადა მომწონს, იმიტომ რომ მოყვება სარკე. კარგია, რომ მთლიანად სარკეში ჩასახედათ, კარგია რომ მოყვება სარკე. კარადა. გარეგნულად ყველაზე მეტად შავი კარადა მომწონს რატომღაც. მაგრამ არ ვიცი შიგნით რამდენი თარო აქვს და როგორი განლაგება აქვს. კარადა. ახლა გადავედით კომოდზე, დაწერეთ სიტყვა კომოდი, К, O, M, O, D და I. კომოდი. შავი კომოდი, გაიმეორეთ, შავი, მართალია, კომოდი. თეთრი კომოდი, თეთრი და ნაცრისფერი.
ნაცრისფერი. კი, უჯრების რაოდენობა განსხვავდება ამ სამ კომოდისგან. უჯრა, აბა თქვით სიტყვა უჯრა და დაწერეთ კიდევაც ჰაერზე გამოწერეთ თუ არა გაქვთ ქაღალდი ჯ რ ა რამდენი უჯრა აქვს ამ შავ კომოდს? დავითვალოთ უჯრები. ნუ დაგეზარებათ, ვიცი რომ თქვენ დათვლა ალბათ იცით, მაგრამ ეს კარგი პრაქტიკაა და კარგი ვარჯიშია. უჯრა 1 2 3 4 5 და 6. ესე იგი ამ კომოდს მოყვება 6 უჯრა. 4 გრძელი უჯრა და 2 პატარა ვიწრო უჯრები. 6 უჯრა. ამ კომოდს რამდენი უჯრა აქვს? დავითვალოთ. 1 2 და 3. ესე იგი ამ კომოდს მარტო აქვს 3 უჯრა. შედარებით პატარაა. 3 უჯრა. და ამ ბოლო კომოდს 1 2 3 4 უჯრა. რომელს აირჩევდით, რომელ კომოდს იყიდიდით ამ სამიდან? მე ალბათ პირველს, იმიტომ რომ აქვს 6 უჯრა, თან საკმაოდ ლამაზია. ეს თეთრი ზედმეტად ისეთი მარტივია და ზედმეტად პატარა. კომოდი და უჯრა. ეხლა შევხედოთ ლოგინებს. ლოგინი. ჩაიწერეთ. ლოგინი. ლ ო გ ი ն ი ლოგინი. ნახეთ, ამ პირველ ორ ლოგინს მოყვება უჯრა. კარგია უჯრიანი ლოგინები, უჯრა. უჯრაში შეგვიძლია ჩავაწყოთ ბალიშები, საბნები, უჯრა. ამ ლოგინს არ მოყვება უჯრა, ლოგინი. ეს არის ხის ლოგინი. ეს მგონი არის უფრო მეტალის, რკინის ლოგინი. და ამას უფრო ქსოვილის ჩარჩო აქვს. რომელი ლოგინი უფრო მოგწონთ თქვენ? რომელი ლოგინი? ასევე როგორც სხვა ავეჯზე გააჩნია რა სახის კარადას ვყიდულობთ, რა სახის კომოდს ვყიდულობთ და ასე შემდეგ. ეს რკინის ლოგინი მე რაღაც ცოტა ისე სამანტყოფოს ლოგინებს მაგონებს, ასე რომ ამ რკინის ლოგინს მე არ ვიყიდდი. მაგრამ ასევე მე მომწონს თეთრი ფერის ყველაფერი, მაგრამ ასევე მომწონს ის ფაქტი, რომ აი ამ ლოგინებს მოყვება უჯრა. ლოგინი და უჯრა. ესე იგი, ნახეთ, როგორ ეს არის კატალოგში მონახე, ეს საძინებლის ავეჯი. გამოიყენეს ზუსტად ერთ და იგივე ოთახი, დაალაგეს ერთ და იგივე ავეჯი, ოღონდ განსხვავებული დიზაინის. ესე იგი, ამ 4-ვე ოთახში არის ლოგინი,
ნახეთ, განსხვავებული ლოგინებია, მაგრამ არის ლოგინი. ლოგინის თავზე 4-ვე ოთახში არის, ეს რა არის? თაროებია. თარო, გაქვთ თაროები, 2 თარო, აქაც 2 თარო, აქ 1 გრძელი თარო, 1 გრძელი თარო. ორივე ოთახში არის სკამი, კუთხეში სკამი, კუთხეში აქაც არის სკამი და ეს მგონი არის სარკე და ამ სარკეში ჩვენ ვხედავთ მგონი რა არის მოპირდაპირე კედელზე. ესე იგი ამ 4-ვე საძინებელში გვაქვს კომოდი აქ და სარკე ზემოთ, მგვალი სარკე. აქაც არის კომოდი, ნაცრისფერი კომოდი და ზემოთ არის, რა ქვია მას? სადაც ვიხედებით სარკე, აქაც არის იგივე მგვალი სარკე. ქვემოთ გვაქვს კომოდი უფრო მუქი ფერის, ამ ლოგინის ფერის, ესე იგი ყავისფერი, მუქი ყავისფერი კომოდი, ზემოდან მგვალი სარკე. აქ გვაქვს თეთრი კომოდი, ზემოდან მოყვება მგვალი სარკე. რა კარგი დიზაინი არის 4-ვე. ეს კარგი პროფესია არიან, ხო? ხალხი რო აკეთებენ სახლების დიზაინებს და ავეჯის დიზაინებს. 4-ვე ოთახში კიდია ნატურა, ჭაღი ან ნატურა. 4-ვე საკმაოდ თანამედროვე. აბა თქვენ რომელი სახის ავეჯს შეიძენდით? მე მგონი ასაკსაც გააჩნია, უფრო ბავშვისთვის, პატარისთვის და უფრო თინეიჯერი ასაკის ახალგაზრდისთვის ალბათ ეს ოთახი უფრო კარგია. უფრო წყვილისთვის და უფრო მოზრდილი ადამიანებისთვის ალბათ ან ეს, ან აქ ქვემოთ, ეს მუქი ფერის ავეჯი. ესეც იგივე კატალოგში არის 2 ერთნაირი ოთახი, ეს არის ზალა და დგას ამ 2-ვე ოთახში ტახტი, ხო, ხედავთ ტახტი. ტახტის წინ დგას ჟურნალის მაგიდა, მართალია, ეს არის მაგიდა და კარგად ვერ ხედავთ, მაგრამ ესე იგი ამ ტახტის პირდაპირ არის ასევე მეორე მსგავსი ტახტი. ესე იგი 2-ვე ოთახში ზუსტად და იგივენაირად აქვს ეს ავეჯი, განაწილებული არის 2 ტახტი, ერთმანეთს რომ უყურებს. ამ 2 ტახტს შორის არის 1 ჟურნალის მაგიდა, მართალია, მაგიდა. და ტახტის უკან დგას, კარგად არ ჩანს, მაგრამ ტახტის უკან დგას თარო ან კომოდი. თქვენ რომელ ბინაში უფრო სიამოვნებით იცხოვრებდით? ამ ბინაში, სადაც არის თეთრი ტახტი, თუ ამ ბინაში, სადაც არის, არ ვიცი რა ფერია, სტაფილოსფერი თუ ყავისფერი ტახტი და უფრო თანამედროვე ავეჯი. რომელს აირჩევდით? აბა გადავიდეთ, ახლა შევადაროთ ეს 2 ოთახი ქვემოთ. აქაც გვაქვს კარადა კუთხეში. ამას რა ქვია? კარადა, ესეც არის კარადა. აქ გვაქვს ყვითელი ტახტი
ყვითელი ტახტი. აქ გვაქვს ეს ტახტია? ეს მგონი არის უფრო ლოგინი. ტახტ ლოგინია, ლოგინი და ტახტი ერთდროულად. ტახტი. ამ ტახტის ზემოთ თავზე და აქ ლოგინის თავზე ორივე დიზაინში არის ეს რა არის? ნატურა, ნატურა. აქაც ეს არის ნატურა. ამ ოთახში ტახტის თავზე კიდია და ქვია ამავეც თარო, კიდია თარო, წიგნებიანი თარო და აქ ამ სურათში, ამ ოთახში არ კიდია თარო. ორივე ოთახში არის პატარა მაგიდა, პატარა მაგიდა. ეს საკმაოდ განსხვავებულია ეს ორი ოთახი, მიუხედავად იმისა, რომ ორივეში დგას ერთი და იგივე თეთრი კარადა. მაგრამ მგონი ფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო, ეს რა ფერია, რა ფერის კედლებია? ლურჯი კედელი და რა ფერის ტახტია? ვითელი ტახტი. თუ თქვენ გიყვართ ესეთი კაშკაშა ფერები, ალბათ ამოირჩევთ ამ ოთახს. მე უფრო ეს მეორე ოთახი მომწონს. რახან ავეჯზე ლაპარაკობთ ოთახებზე, მგონი კარგი იქნება, რომ ჩქარა ამასაც ეს 4 სიტყვაც მივამატოთ, იმიტომ რომ საძინებელში ლოგინზე თუ საუბრობთ და ძილზე, ასევე კარგი იქნებოდა, რომ გავიმეოროთ ეს 4 სიტყვა. ბალიში, საბანი, ზეწარი, ბალიშის პირი და ადიალა. ესე იგი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ბალიში და ბალიშის პირი. ნახეთ რა ლამაზი 4 ბალიშის პირია. ბალიშის პირი. ბალიში, თქვით ბალიში. ეხლა თქვით ბალიშის პირი. თქვით საბანი. თქვით ზეწარი. და ადიალა. თქვენ რომელი ფერის ბალიშის პირს და ზეწრის პირს ამოირჩევდით? ბალიშის პირი და ზეწრის პირი. რომელი გირჩევნიათ? ეს შედარებით უფრო რა ფერის არის ეს მწვანე, ყვავილებიანი თუ ეს გეომეტრიული ფორმებიანი ეს ხაზიანი ზეწარი და ბალიშის პირი გირჩევნიათ. მე მგონი ამ პირველს ამოვირჩევდი. ბალიშის პირი, ზეწარი. მე აქ გაგიმზადეთ სავარჯიშო, რომელიც ძალიან უყვარს ჩემ მოსწავლეებს. თქვენ როგორც იცით, მე ვასწავლი ესპანურს და ინგლისურს და ამ სიტყვების გასამეორებლად ეს ვარჯიში საკმაოდ დაგვეხმარება.
აბა თავიდან დავასახელოთ ყველა ავეჯი, რაც ამ გაკვეთილზე გავიმეორეთ. მაგიდა, მაგიდა. აქ არის ტახტი, ტახტი. ორივე სურათში არის თარო, თარო. ტელეფონი, ტელევიზორი, ნათურა, ბალიში, წიგნები და ბურთი. ბოთლი, ბოთლი, ბოთლი. აბა ვნახოთ რამდენ განსხვავებას მოვძებნით ამ ორ სურათს შორის. დავიწყოთ მაგიდით. დავუშვათ მაგიდაზე. ამ მაგიდაზე რას ვხედავთ? რა არის ამ პირველ მაგიდაზე? მაგიდაზე არის ტელეფონი, ტელეფონი, ესე იგი პირველ ნახატში ტელეფონი არის მაგიდაზე, მეორე ნახატში სად არის ტელეფონი? ტელეფონი არის ტახტის გვერდით, ტახტის გვერდით. ესე იგი მაგიდაზე, მაგიდაზე, ტახტის გვერდით. იატაკზე, არის იატაკზე. ესე იგი აქ ერთი განსხვავება. ტელეფონი მაგიდაზე, ტელეფონი იატაკზე, ტახტის გვერდით. აბა სად არის ნათურა? მაგიდაზე ნათურა, მეორე ნახატში მაგიდაზე არის ნათურა, პირველ ნახატში სად არის ნათურა? ნათურა არის თაროზე, თარო, თაროზე. ესე იგი ორი განსხვავება. ტელეფონია მაგიდაზე, ტელეფონი აქ არის ტახტის გვერდით. მეორე განსხვავება ნათურა არის თაროზე და აქ ნათურა არის მაგიდაზე. კიდევ რა განსხვავებას ნახულობთ? განსხვავება არის ასევე ტახტის ფერში. რა ფერია ტახტი პირველ ნახატზე? ტახტი არის ლურჯი და რა ფერია ტახტი მეორე ნახატში? ტახტი არის მწვანე, მწვანე, მწვანე. ესე იგი განსხვავება ტახტის ფერებში. ესე იგი მოვნახეთ სამი განსხვავება ჯერჯერობით. მაგიდა, აქ მაგიდაზეა ტელეფონი, აქ მაგიდაზეა ნათურა, ტახტი, ტახტი ლურჯი, ტახტი მწვანე და ნათურა, აქ არის მაგიდაზე, აქ ნათურა არის თაროზე. აბა კიდევ ნახოთ განსხვავებები. ტელევიზორი. სად არის აქ ტელევიზორი? ტელევიზორი აქ არის მაგიდის წინ. მაგიდის წინ. და პირველ ნახატში ტელევიზორი არის თაროს გვერდით. თაროს გვერდით. ბურთი. სად არის ბურთი? ბურთი აქ არის ტახტის მარცხნივ, ტახტის მარცხნივ. აქ კიდევ არის ბურთი ტახტის მარჯვნივ. მარცხნივ და მარჯვნივ. მარცხნივ და მარჯვნივ. ტახტის მარცხნივ, ტახტის მარჯვნივ. ბოთლი. კიდევ არის განსხვავება ბოთლში. აქ არის ბოთლი თაროს გვერდით. თაროს გვერდით. იატაკზე ბოთლი და პირველ ნახატში ბოთლი არის თაროზე. თაროზე. ესე იგი თაროზე და არა თაროს გვერდით. აღმოჩნდა, რომ ესე იგი დავითვალოთ, რამდენი განსხვავება მოვნახეთ? 1, 2, 3, 4, 5, 6 განსხვავება. 6 განსხვავება ამ ორ ნახატს შორის. აბა მსგავსი დავალება, მსგავსი ვარჯიში მოვნახე სხვა სურათი, სადაც ასევე არის ერთდაიგივე ნივთები, მაგრამ სხვადასხვა ადგილებზე განაწილებული.
რამდენ განსხვავებას მოვნახავთ ამ ორ ნახატს შორის. ასე იგი, პირველად გავიმეოროთ სიტყვები, ორივე სურათში არის ტახტი, ორივე სურათში არის ტახტი და ბალიში, ბალიშები, ტახტზე, ტახტი, ბალიში. ორივე სურათზე არის მაგიდა ან მერხი, აი აქ არის მაგიდა, მერხი, მაგიდა ან მერხი. ორივე სურათზე არის თაროები, თარო, თარო, მაგიდის ზემოთ არის თაროები. ორივე სურათზე არის სარკე, კედელზე კიდია სარკე, სარკე. საათი, საათი, კედელზე არის საათი, ორივე სურათზე. ორივე სურათზეა ნატურა, აი ნატურა, დიდი ნატურა. მაგიდა, ეს არის მაგიდა, სადაც ნატურა დგას, პატარა მაგიდა, კუთხის მაგიდა. გვაქვს ხალიჩა, ხალიჩა, მგონი ეს სიტყვა არ გაგვიმეორებია ამ გაკვეთილზე. ხალიჩა, ხალიჩა. და ეხლა დავიწყოთ განსხვავებები. ესე იგი, პირველი განსხვავება უკვე შემოხაზული მაქვს, ძაღლი, სად არის ძაღლი? აბა აღწერეთ, სად არის ძაღლი? აქ ძაღლი არის ტახტზე, ტახტზე და აქ არის ტახტის ქვემოთ. აქ არის ძაღლი ხალიჩაზე, ხალიჩა, ხალიჩაზე. ხალიჩა და ტახტი, ხალიჩა, ტახტი. მეორე განსხვავება არის ტელეფონი, ეს პატარა ტელეფონი არ ვიცი თუ ხედავთ. ერთ სურათზე ტელეფონი არის ტახტზე, ტახტზე და მეორე სურათში ტელეფონი არის, ეს არის პატარა კუთხის მაგიდა, მაგიდაზე, ტახტზე და მაგიდაზე, მაგიდაზე. განსხვავება, მესამე განსხვავება არის გიტარა, გიტარა, აბა სად არის გიტარა? ერთ ნახატში გიტარა არის მერხზე, მერხზე, ანუ მაგიდაზე, მერხზე. აქ სად არის გიტარა? აქ არის მერხის წინ, ან მერხის ქვემოთ. მერხის წინ, ან მერხის ქვემოთ. კომპიუტერი, აი აქ არის კომპიუტერი. ორივე სურათზე კომპიუტერი არის მერხზე, მერხზე. აქაც მერხზეა და აქაც მერხზეა, მაგრამ აქ არის თაროს ქვემოთ. თაროს ქვემოთ. აქ კი არის თაროს გვერდით. გვერდით. აბა ვნახოთ კიდევ თუ არის რამე სხვა განსხვავება. კალათა, კალათა. აბა ვნახოთ სად არის კალათა. აქ სად არის კალათა? აქ არის მერხზე, მერხზე. და თაროსზეა თუ თაროს ქვემოთ? აქ არის თაროს ქვემოთ. თაროს ქვემოთ არის კალათა. აქ სად არის კალათა? აქ კალათა არის მერხის წინ. მერხზე არ არის, არის მერხის წინ, მაგიდის წინ, იატაკზე. კიდევ არის ჭიქა, მაგიდაზე არის ჭიქა, მაგიდაზე ჭიქა, მაგიდაზე ჭიქა. აქ სად არის ჭიქა ამ სურათში? აქ ჭიქა არის თაროზე, თაროზე, თაროზე. მგონი დასრულდა. კიდევ ყოფილა ერთი განსხვავება. აქ არის ბურთი, აქ არის ბურთი. მართალი გითხრა, ეს რა არის ზუსტად არ ვიცი. ნუ აქ არის ბურთი, აქ ზემოთ, აქ ქვემოთ იატაკზე, ბურთი. საათი, საათი, საათი არის კედელზე. აქაც არის საათი კედელზე, მაგრამ აქ საათი არის სარკის მარჯვნივ, მარჯვნივ,
აქ კი საათი არის სარკის მარცხნივ. მარჯვნივ, მარცხნივ. მარჯვნივ, მარცხნივ. და ასე ეხლა ალბათ კიდევ არის დარჩენილი რაღაც განსხვავებები, რომელსაც მე ალბათ ვერ ხედავ, არ ვიცი თქვენ თუ ხედავთ. ეს ნახატი. აი ნახატი, აქ არის ნახატი სარკის მარცხნივ, აქ კი არის ნახატი სარკის მარჯვნივ. ესე დამთავრდა ეს გაკვეთილი. ესე იგი დღეს ჩვენ გავიმეორეთ ოთახის სახელები. საძინებელი, სამზარეულო, სასადილო, ზალა, აბაზანა. გავიმეორეთ ავეჯი ყველა ოთახში. ზალაში ტახტი, მაგიდა, თარო, სასადილოში სკამი, მაგიდა, საძინებელში ლოგინი, კარადა, კომოდი, თარო. და ბევრი სიტყვა გაიმეორეთ დღეს, თქვენ ძალიან იყოჩაღეთ. და ასე გააგრძელეთ. ესე გააგრძელეთ ყოველ დღე ცოტა-ცოტა, იმედია ძალიან არ გადაიღალეთ. იმ დღეებში, როცა ვიდეოებს არ უყურებთ, იქნებ თქვენ ველში თუ გაქვთ ჩაწერილი ეს სიტყვები, იმ სიტყვებს გადახედოთ ხშირ-ხშირად. აბა თქვენ იცით, ყოჩაღად იყავით მომავალ შეხვედრამდე.